მოგესალმებით, ეთერშია მუსიკალური გადაცემა სტუმრად თათულისთან. მე კი მისი წამყვანი თათული ქუცნაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო, რადგან სტუმრად თათულისთან არის თქვენთვის ცნობილი და საყვარელი მომღერალი ლაშა ღონდი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლაშა, რომ გამონახეთ და მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. მოდით დავიწყოთ ყველაფერი თქვენი ბავშვობიდან. როგორი ბავშვობა გქონდათ? სად იზრდებოდით ვისთან ერთად და ყველაზე მეტად რომელი ეტაპი დაგამახსოვრდათ? ბავშვობა მქონდა როგორც ყველა ბავშვს აქვს საინტერესო, იქ შედიოდა ასე ვთქვათ, სწავლაც, ცელქობაც, გართობაც, თამაშიც და რა ვიცი, ყველაფერი რა. ჩვეულებრივ ბანალური ბავშვობა მქონდა, არაფერი ისეთი განსაკუთრებული. მე დავიბადი ქალაქ ბათუმში. ბათუმში ვცხოვრობდი სასტუმრო ინტურისტით, თავად იმის უკანა მხარეს ცხოვრობდი რუსთაველის ქუჩაზე და ძალიან მხიარული ბავშვობა მქონდა და მუსიკალური ბავშვობა მქონდა და რატომ გეტყვით? იმიტომ რომ ერთადერთი ისეთი ცნობილი სასტუმრო იყო ინტურისტი და ინტურისტში ღამე რჩებოდნენ ცნობილი ქართველი მომღერლები, მსახიობები და მთელი საღამოს განმავლობაში ამ ინტურისტის ფანჯრებს უყურებდა ჩემი საძინებლის ფანჯრები და მესმოდა ქართული სიმღერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იქიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ასე ვთქვათ, სულ სიმღერების ფონზე ვიძინებდი. და თქვენ თვითონ სიმღერა როდის დაიწყეთ? მახსოვს. როდის დავიწყე, ეს იყო ძალიან პატარა ვიყავი ალბათ. ოფიციალურად სიმღერა ცოტა დიდი, როცა გავხდი სკოლა, როცა დავამთავრე, მაშინ გამოვედი სცენაზე, ასე ვთქვათ, მაგრამ ბავშვობაში ზუსტად არ მახსოვს ის პერიოდი, იმიტომ რომ ფაქტიურად მე სიმღერასთან ერთად დავიბადე მთელი ბავშვობა მღეროდი. ეს ოფიციალურად არა, მაგრამ და თუ შეგიძლიათ თქვენი პირველი კონცერტი გაიხსენოთ? ჩემი პირველი კონცერტი იყო ბათუმის სახელმწიფო თეატრში. მე და ჩემ ადამ შევასრულეთ ჯანსუღ კახიძის სიმღერა „ცისფერო და ვარდისფერო ბათუმი“. ძალიან ვინერვიულეთ. ჩემი და პატარა იყო, ჩემზე პატარა და ვამხნევებდი. არინერვიულოთ ხო და გამოვედი და გიტარაზე ვასრულებდი ამ სიმღერას ცოცხლად და მეუთხარი თვალს ჩაგიკრავთ ხო და არინერვიულო და თვალის ჩაკვრა გადავწყვიტე და ისე ვინერვიულე მეც რომ თვალი ძლივ ჩაუყარე. აბაზე თვითონაც ინერვიულა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად გამოვიდა. როგორც ახსენეთ, თქვენი დაცმღერის, თქვენს ოჯახში კიდევ ვინმე მღერის? ჩემი შვილი მღერის კარგად, ჩემი შვილი ალბათ საზოგადოებას ახსოვს ანსამბლ ალილოს კლიპით, საშობაო კლიპით, რომელიც ეკუთვნის მარიკა კვალიაშვილს, გურამ თამაზაშვილთან ერთად ეს კლიპი დიდი ხანი ტრიალებდა ქართულ ტელესივრცეში და ესეთი მომღერალი ოჯახი გვაქვს, ასე ვთქვათ, მაგრამ პროფესიონალურად, ასე ვთქვათ, მარტო მე მომიწია მოღვაწეობა სცენაზე. ბავშვობაში თუ ოცნებოდით? წარმოგიდგენიათ ბავშვი, რომელსაც ოცნება არ ჰქონდეს, ბავშვობაშიც კი არა, ეხლაც ოცნებობ და ადამიანი ოცნების გარეშე წარმოუდგენელია, იმიტომ რომ თუ კი ადამიანმა ყველაფერს მიაღწია და ყველაფერი შეძლო, მაშინ ცხოვრებას ნამდვილად აზრი არ აქვს. მე ასე ვთვლი, ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა. მიოცნებია და სხვათა შორის ვოცნებობდი ყოფილიყავი კარგი ფეხბურთელი. და სხვათა შორის კარგი ფეხბურთელი ვიყავი, უბრალოდ მე ფიზიკურად ტრავმა მივიღე და წონაში მატებაც ამის გამო მოხდა. ფეხბურთს რო გავყოლოდი, გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდი, ვიდრე მომღერალი ვარ დღეს. ნამდვილად ესე იქნებოდა. და ეხლა თუ ეხლა რაზე ოცნებობ? თუ არ არის საიდუმლო თქო? ეხლა ვოცნებობ, არა, საიდუმლო არ არის, ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ერთიანი, რა თქმა უნდა და ვოცნებობ იმაზე, რომ ქართული მუსიკა და ქართული სიმღერა სათანადოდ დააფასოს მსოფლიომ. როგორც მას ეკადრება, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად მქონდა ურთიერთობა ცნობილ მომღერლებთან, მცხოვრებთან, აი თქვათ ბენსონთან, ბობი მაკფერენთან, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში და უსმენდნენ ქართულ სიმღერას და განსუფრებულები დარჩნენ ისინი თქვათ გურული პოლიფონიით. და გურული პოლიფონია არის მსოფლიო შედევრი, რომელიც კიდევ შესწავლას და კიდევ რეკლამირებას საჭიროებს, კარგი გაგებით ვიძახი მე და ჩვენი კულტურა უფრო მეტის ღირსია და მეტ სიმსახურებს. აი ამას ეს არის ჩემი ოცნება, რომ დადგეს ის დრო, საქართველოს ჩადგეს მოწინავე ერების რიგში და როგორც იტალიური ოპერა, როგორც თქვათ ამერიკული, თქვათ პოპ მუსიკა, თქვათ ასე იყოს ქართული ფოლკლორიც აღიარებული. აღიარებული არის, რა თქმა უნდა, მაგრამ რეკლამირებული ისე არ არის. უმეტესად ყველა ჩემი გადაცემის სტუმრის ოცნება ეს არის. რა თქმა უნდა.
თქვენ ხართ ანსამბლ ალილოს წევრი. როგორ მოხდით იქ თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ? ანსამბლ ალილო თავიდან მოღვაწეობდა ანსამბლ ზარების სახელწოდებით. მისი დამფუძნებელი გახდათ ბატონი გურამ თამაზაშვილი, ცნობილი ქართული ხმა. შესანიშნავი მომღერალი, შესანიშნავი პიროვნება, ამ ანსამბლს ეწოდებოდა ზარები, მაგრამ როდესაც ჩვენ ჩავწერეთ უკვე კლიპი ალილო, პატრიარქის ლოცვა უწმინდესის ლოცვა კურთხევით, ამ ანსამბლს ეწოდა ანსამბლი ალილო. დიახ, თქვენ მსმენელმა გაგიცნოთ სიმღერით მონატრები ხარ ფიქრებს. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ ორი სიტყვა ამ სიმღერის შექმნასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ დავით არჩვაძეს, ქალბატონ ნანა ცინცაძეს, იმ ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს ასეთი შესანიშნავი სიმღერის შექმნა და ეს სიმღერა არის მეგობრობის ნიმუში, არის სიყვარულზე და ძალიან მიხარია რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები უსმენენ ამ სიმღერას და დიახ, და ზუსტად ეხლა მინდა გითხრათ, თქვენი აზრით რამ განაპირობა თქვენი ესეთი წარმატება, რომ ჩვენ ხელა ბავშვებით კი უსმენენ ამ სიმღერას და თქვენ სიმღერებს, როცა ყველას კარგად მოიხსენება, რომ ჩვენი ასაკის ბავშვები მეტნაკლებად უსმენთ ამ ჟანრს. სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ყველა სიმღერა, რომელსაც მე ვასრულებ, ძალიან მიყვარს და ამ სიმღერას ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ მეც და თომაც ქალბატონმა ნანა ცინცაძემაც და ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, იმიტომ რომ გავითვალისწინეთ ახალგაზრდების ინტერესი. სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ 7-8 წლის ბავშვები, 7-8 წლის ასაკის ბავშვებიც უსმენენ ამ სიმღერას და ეს სიმღერა არის სიყვარულზე და ყოველთვის მაინტერესებდა ეხლა ამ ასაკის ბავშვებმა რა სიყვარულის ისტორია უნდა ქონდეთ გადატანილი, რომ ასე გულთან ახლოს მიიტანონ, მაგრამ მოხდა გაამართლა და ძალიან კარგი გამოვიდა და სხვათა შორის ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ უცხოელებით ძალიან ყურადღებით უსმენენ ამ სიმღერებს და ძალიან მონდომებულები არიან, რომ შეისწავლონ ეს სიმღერა მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ესმით. ეს არის ძალიან კარგი. თქვენთვის ყველა საყვარელი სიმღერა რომელი არის? ამ შეკითხვაზე ვერასოდეს პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ ყველა საყვარელია, ყველა თავის ისტორია აქვს, ყველა სიმღერას ამიტომ ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა ჩემთვის. ხომ არ ყავთ საყვარელი მუსიკოსი? ან ბავშვობაში ხომ არ ყავდათ მისაბაძი მუსიკოსი? ჩემი საყვარელი მუსიკოსი ძალიან ბევრი მუსიკოსი მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა გოგი დოლიძე, მიყვარდა ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, ცისფერი ტრიო, ბარბარა სტრეიზანდი, რეი ჩარლზი, ძალიან ბევრი ისეთი ცნობილი მომღერალი. თქვენი აზრით, რა არის აუცილებელი, რომ ბავშვმა მიაღწიოს წარმატებას და გახდეს მომღერალი? რა უნარი უნდა შესწავლოს? რა თქმა უნდა, სმენა და ხმა უნდა გქონდეს პირველ რიგში, მაგრამ ამაზე უფრო აუცილებელი და ყველაზე უფრო მთავარი არის საკუთარ თავს იცნობდეს ძალიან კარგად და საკუთარ თავს უნდა კითხოს, აქვს კი მას იმის ძალა და ენერგია და არის თუ არა ის სულით მომღერალი, თქვათ, სულით მუსიკოსი. თუ ადამიანი აქვს მათემატიკის ნიჭი, მაგალითად, ხო ის არის მათემატიკოსი, ყველა ადამიანმა იცის რისი ნიჭი აქვს. უბრალოდ თავის თავს უნდა გამოუწყდეს და ჩახედოს, ღრმად ჩაიხედოს თავის თავში და უფალმა ყველა ადამიანს მეანიჭა რაღაც ნიჭი. ამ ნიჭის გამოყენება უნდა შეძლოს მხოლოდ იმით, რომ ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და ამოიცნოს საკუთარი თავი. საკუთარ თავზე საინტერესო არაფერი არ არის. და ახლანდელ თაობაზე რას ფიქრობთ? არიან ისინი ნიჭერები, ვართ ჩვენ ნიჭერები? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკურად ნიჭიერიერი ვართ საერთოდ და ქართველები ვართ გენეტიკურად. და რა თქმა უნდა, ახალგაზრდა თაობა ყოველთვის უსმენ მე ახალგაზრდებს, თუნდაც ეს სიმღერა იმიტომ გახდა წარმატებული, რომ მე გავითვალისწინე ახალგაზრდების რჩევები და ახალგაზრდების აზრი. იმიტომ რომ ახალგაზრდებს არ უსმინო და არ მეაქციო ყურადღება, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა იცით, უნდა აყვეთ ცხოვრების რიტმს. ეს იმას არ ნიშნავს, ახლა სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ზოგიერთი ცდილობს, რომ ახალგაზრდა იყოს. ახალგაზრდა კი არ უნდა იყოს, შენი გამოცდილება უნდა გქონდეს, მაგრამ ახალგაზრდების ხედვაც აუცილებლად უნდა იზიარო. თქვენ ახსენეთ, რომ ახალგაზრდების რჩევას ვისმენთ. ყველაზე ახლო მრჩეველი თქვენთვის ვინ არის? რა თქმა უნდა, ჩემი შვილი. რა თქმა უნდა, ჩემი შვილი და მისი მეგობრები და თუნდაც თქვენ და ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელსაც ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი და მე აუცილებლად ვითვალისწინებ ამას. აუცილებლად ყოველ მიზეზის გარეშე, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის უნდა უშვებდეს იმას, რომ შეიძლება ცდება, შეიძლება რაღაც არასწორად გამოდის და ყოველ შემთხვევაში ხელოვნების დანიშნულება ის არის, რომ მარტო საკუთარ თავზე არ ვფიქრო. ხელოვნება არის ერთობლივი პროდუქტი. როდესაც შენ ღერი და როდესაც მსახიობი ხარ და გამოდიხარ, შენ გიყურებს მსმენელი, გისმენს მაყურებელი და ეს კონტაქტი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ამაზე უნდა იფიქრო ყოველთვის. მოდით გითხავთ, დღევანდელ მიმდინარე ქართულ მუსიკალურ პროექტებზე რა აზრის ხართ?
იცით რაშია საქმე? ძალიან ბევრი მუსიკალური პროექტია სხვადასხვა არხებზე და ყველას აქვს არსებობის უფლება და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის და თუ კი შეიძლება ქართველმა მომღერალმა იმღეროს ოპერა, რატომ არ უნდა იმღეროს როკი მაგალითად და რატომ არ უნდა იმღეროს ჯაზი. უბრალოდ მე ერთ რამეს ურჩევდი ყველას, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ამის უფლება ნამდვილად არ მაქვს, ხო იმას მე დავმოძღვრო, მაგრამ ჩემი ხედვით მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ ვართ ქართველები და აუცილებელი არ არის რომ აინდა-მაინც ქართული სიმღერა იმღერო, მაგრამ შენს ბუნებაში რაც არის, შენი ხედვა რაც არის, შენ ვერაფრით ვერ აჯობებ ამერიკელ ჯაზმენს, რომელიც მანჰეტენზეა გაზრდილი იმის სიმღერაში, რაც იმისია. შენ ამას აჯობებ ქართული ხედვით და ქართული მიდგომით. ამიტომ შენი უნდა იცოდე პირველ რიგში და მერე უნდა გაეჯიბროს სხვას, კარგი გაგებით ვამბობ ამას. და ისევ იქ მივდივართ, რომ უნდა იცნობდე კარგად საკუთარ თავს, საკუთარ კულტურას და მერე კი ბატონო, იმღერე რაც გინდა და როგორც გინდა. მაშინ აქვე კითხავთ, გარდა ქართული სიმღერისა, უცხოენოვანი სიმღერას ხომ არ ასრულებთ? არა, ვერ ვასრულებ, იმიტომ რომ ის ენა ჩემთვის არ არის მშობლიური და ის განცდა ჩემთვის არ არის. ნუ სულ რომანსებს ვმღერი, იმიტომ რომ რაღაცნაირად სულიერად მაინც ახლოს არის ქართულ მელოდიკასთან და ის ქართული ქალაქური მელოდიები მაინც ევროპული ჰარმონიაა ჩემთვის და უფრო ახლობელია. რა თქმა უნდა, მსიამოვნებს ძალიან რეიჩელ ფერელის მოსმენა და ნებისმიერი უცხოელის მოსმენა, მაგრამ ჩემში არ ზის ის ვერ ვასრულებ, ამას ვერ ვირგებ. და ეს არ არის მეგონი დანაშაული ხომართალია. თქვენ როგორც ვთქვით, გარდა სიმღერისა ასევე ხართ ექიმიც. როგორ ათავსებთ ამ ორი პროფესიის ერთად? სამწუხარო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა კლინიცისტი აღარა ვარ უკვე თვალის პრობლემებთან დაკავშირებით მე ქირურგი ვიყავი და სამედიცინო საქმიანობას ამ ბოლო პერიოდში უკვე ჩამოვშვები, ასე ვთქვათ და ახლა ბიზნესში წავედი, მაგრამ მედიცინა და ხელოვნება ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან. მე ბევრჯერ მithქვამს ინტერვიუებში და აღნიშნავ კიდე არაერთხელ რომ გადარჩენილი პაციენტის თვალები და მადლიერი მსმენელის თვალები ძალიან გავს ერთმანეთს და ეს ძალიან მისასალმებელია და ყოველთვის მახსენდებოდა და მახსენდება გოგი დოლიძის ფრაზა, რომელიც არასოდეს არ დამოუწყდება, როდესაც ადამიანი ჩემთან მოდის და მეუბნება მადლობას, მე ის კი არ მიხარია, რომ მე გოგი ვარ დოლიძე, მე ის მიხარია, რომ იმ ადამიანს ქართული სიმღერა უყვარს. ეს არის ყველაზე მთავარი. დიახ. როგორც ისე თქვენ იმყოფებოდით ამერიკაში. თუ შეგიძლიათ ამის შესახებ მოგუყეთ, რატომ იმყოფებოდით და იქ? ნუ ჩვენ გავემგზავრეთ, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოვინახულეთ იქაური ქართველები, ემიგრაციას შევხვდით. ძალიან თბილი ადამიანები, ბატონი გელა საჩალელი არის ასეთი შესაძლებელი ადამიანი, რომელიც მიგვიწვია. მე და ნატო გელაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ბატონ ნორმან ჯინორიასთან ერთად მომიწია ყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. და მინდა აღვნიშნო ის, რომ ფილადელფიაში არის განსაკუთრებული ერთიანობა მრევლისა. არის იქ ქართული ეკლესია, მამა საბას მეთაურობით, რომელმაც შესანიშნავად შეძლო ქართველების გაერთიანება და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეს იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის. ასეთი რწმენა და ასეთი ერთიანობა მე ძალიან ბევრგან არ მინახავს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან გამეხარდა ეს რომ ნახე და თვითონ მოგზაურობა ამ ადამიანებთან ერთად, გნებად ბატონ ნორმანთან, ნატოსთან ერთად ძალიან საინტერესო იყო. ნუ თვით ამერიკა, ეხლა ალპაჩინოს სპექტაკლზე მომიწია ყოფნა, ეს არის საოცრება, მართლა საინტერესო რაღაცაა და ძალიან საინტერესო ქვეყანაა და მე ვთვლი და ყოველთვის ვთვლი რომ ის რაც კარგია და ჩვენთან ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი ევროპიდან შემოვიდა რაღაც და უცხოეთიდან შემოვიდა რაღაც ცუდი, მაინდა-მაინც ცუდი რატომ უნდა შემოვიდეს. იქაც არის ოჯახური სიმყარე, ოჯახური ტრადიციები და ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ ამ ქვეყნისგან და ძალიან მაყოფილია ციტატი. და მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ყველა ჩემი სიმღერის ტექსტი იციან ზეპირად. და აქედან რომ მიფრინავდი, მეგონა რომ არ მიცნობდა იგი და საერთოდ ვინ ვიყავი, მაგრამ რაღაც ისე მოხდა, ისეთი წარმოიდგინეთ, ხა იქ არიან ადამიანები, რომლებიც 20 წელია არ ყოფილან საქართველოში და აბსოლუტურად სხვა ნოსტალგიით არიან. თქვენ რომ შემოგთავაზონ ცხოვრება ამერიკაში, ცხოვრობდით? ვერა, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვცხოვრობდი ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი ქვეყანაა, აწყობილია, დაალაგებული ქვეყანაა, ჩემ დაალაგებულ ქვეყანაში ვერ ჩემია ცხოვრება ნამდვილად, ჯერჯერობით. კარგი, საომალოდ რა გეკნებათ?
თუ შეგიძლიათ როგორ სამომავლოდ ეხლა ვცდილობთ ანსამბლი კვარტეტი ალილო მიემგზავრება ალბათ სექტემბრის თვეში გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე გვინდა გაზაფხულზე კვარტეტმა ალილომ ბატონი გურამ თამაზაშვილის ხსოვნის საღამო გავმართოთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და მრავალ ტელეპროექტში და კიდევ რეგიონებში გვინდა რამოდენიმე კონცერტის გაკეთება. და ბოლოს მინდა გთხოვოთ რაიმე რჩევა მოგცეთ მომავალ თაობას, რომელსაც გავითვალისწინებთ აუცილებლად. რჩევა ჩემგან ცოტა უხერხულია, მაგრამ როგორც უფროსი ადამიანისგან ჩაუღრმავდით საკუთარ თავს. და საკუთარი თავიდან გამომდინარე, ისე როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცენ, რა თქმა უნდა, ისე უნდა მოექცეთ სხვებს, ეს ჩემი ფრაზა არ არის და ყველამ ძალიან კარგად იცით, მაგრამ შეიცანით უკეთ საკუთარი თავი. რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენთვის, თქვენი მეგობრებისთვის და ქვეყნისთვის და აქედან გამომდინარე იმოქმედეთ. ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახოვდა. შეგახსენებთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლაშა ღონტი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანით. მუსიკალურ გადაცემას სტუმრად თათულისთან და მე თათული ქუთნაშვილი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.